ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, იმაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე სიმონია წერს და იმ ქალების ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად მიიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტი წერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გუშინ საღამოს ზუგდიდში, მას შემდეგ, რაც ბალდელი დედები გუბერნატორთან შესახვედრად ჩავიდნენ. რიაცის ქვეშ 17 ღამე გაათენეს დედებმა. აქედან ერთი კვირის მანძილზე სამეგრელოს გუბერნატორს შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვდნენ ღამენათევი და გაყინული ქალები. თუმცა ამ დროის მანძილზე მისკენ არანაირი პასუხი არ მიუღიათ. გუშინ დედები ადგენენ, ბალდიდან ზუგდიდამდე 90 კილომეტრი გაიარეს და კიდევ იქით ჩააკითხეს რწმუნებულს საჯარო შეხვედრის მოთხოვნით. პასუხად ისევ შეურაცხყოფა მიიღეს. პრობლემის მოგვარება კი არა, თქვენ შოუს დადგმა გინდათ, ამიტომ შეხვედრაზე არანაირი ვიდეო ჩანაწერი არ დაიშვებაო. დედების სიმართლეს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს და გუბერნატორსაც ალბათ სახლში მოუნდა წასვლა, პროვოკატორები მოიყვანეს ოფისში. საღამოს 8 საათი იყო უკვე დაწყებული შენობაში ორი ძალიან გამომწვევად მოსაუბრე ქალბატონი რომ შემოუშვეს, მეორე და მესამე ფოტოზე. დედების გვერდზე დასდგნენ და გაირკვა რომ ზუსტად იცოდნენ ვინ იყვნენ ბალდიდან ჩამოსულები. ამტკიცებდნენ დავით ვერავა შესანიშნავი ადამიანიაო. გარეთ სხვები დააყენეს ჩხუბის ასატეხად, მეოთხე ფოტოზე და ხალხის დაპირისპირება სცადეს. ღამენათევი დაკნინებული, აბუჩადაგდებული და შეურაცხყოფილი ბალდელი დედების წასვლისთანავე ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები ეგრევე დაიშალნენ. დავით ვერავა კი ასე დაემალა და გაექცა ბალდიდან ჩამოსული დედების თავდადებასა და სიმართლეს. ბევრნაირი ბოროტება მინახავს და გამიგია, მაგრამ მსგავსი იშვიათია. გაწამებულ, დაღლილ, გათოშილ და ფეხებდასიებულ ქართველ დედებს ასე უღირსად, ასე არაქართულად დახვდე და მოექცე, თან ასეთი თანამდებობის პირი. ამ ჩინოვნიკებმა ან რა სიკეთე უნდა მოუტანონ ხალხს და ქვეყანას. წერს სოციალურ ქსელში სალომე სიმონია. ცნობისათვის ბალდელმა დედებმა გუშინ მე-17 ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ, წვიმასა და ყინვაში. მათი მოთხოვნაა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის კორუფციული სქემით დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განაცხადოს. ბალდაში პროტესტი თითქმის 800 დღეა გრძელდება. ინვესტორს ატრაქციების მოსაწყობად მიცემული ვადა 2 კვირაა ამოეწურა. ბალდის მოსახლეობა ითხოვს 40 წლიანი იჯარის ხელშეკრულება მთლიანად გაუქმდეს, კანიონი ხელუხლებელი დარჩეს და ხალხს დაუბრუნდეს.